პარტიის წარმომადგენლებმა დღეს გამართეს ოფიციალური პრეზენტაცია და მედიას გაგვაცნეს მასალები, რომელთა გაგზავნასაც გეგმავენ, უпростоრად ნაწილი გაგზავნილი არის სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში, იმისთვის რომ დაიწყოს საერთაშორისო დონის ობიექტური გამოძიება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის გზავნის მტკიცებულებებს და მიმართვის წერილებს გაეროს რამდენიმე სტრუქტურაში, ასევე ევროსაბჭოში, ევროკავშირში და ეუთოში. გარდა იმისა, რომ ეს არის ოფიციალური მიმართვები, მასთან ახლავს ძირითადი მტკიცებულებები, რომელიც შეაგროვა ბოლო კვირების განმავლობაში პარტიამ. ამ მტკიცებულებების შორის არის როგორც ფოტო და ვიდეო მასალები, ასევე მათ შეაგროვეს ისტორიები აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების, რომლებსაც ამ ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები, მათ შორის გრძელვადიანი. ეს მასალები, როგორც გითხარით, ნაწილი უკვე გაგზავნილი არის, ნაწილს კი უახლეს დღეებში გაგზავნიან. საერთაშორისო გამოძიება ამ საკითხის ჩატარდება ნებისმიერ შემთხვევაში, ან ჩატარდება ეხლა, ვის ძალ მეეჭება, იმიტომ რომ ისინი აშკარად დანაშაულს მალავენ და არ მიცემენ მაგის საშუალებას, ან ჩატარდება როცა რეჟიმი აღარ იქნება და გამოჩნდება მე ყველაფერი. ჩვენ რაც გავაკეთეთ, კოალიციამ გააკეთა ის, რომ ჩვენ მოვიძიეთ ის საერთაშორისო სტრუქტურები და ბევრია ეგეთი, რომელთა მიმართებაშიც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შეიძლება მიმართოს საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, იმიტომ რომ არსებობს კიდევ გარკვეული სტრუქტურები, რომელსაც შეიძლება იგივე გააკეთონ, ოღონდ პარტიას არ აქვს მაგისი მანდატი რომ მიმართოს და ვიცით რომ ადგილობრივმა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლება გააკეთეთ ასეთი მიმართვები სხვადასხვა სტრუქტურებში. ჩვენ გავაკეთეთ მიმართვა გაგზავნილი გვაქვს უკვე 9 ესეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, გაგზავნილი გვაქვს ელექტრონული ფორმით, დღეს და ხვალ წავა ნაბეჭდი სახითაც და მათ შორის გვექნება ამ სტრუქტურებთან კომუნიკაცია მუდმივად, რომ რაც შეიძლება სწრაფად რომელიმე ინსტიტუტის გამოყენებით მაინც დაიწყოს ერთი გამოძიება. მტკიცებულებები გულისხმობს როგორც კლინიკური კვლევის შედეგებს, გულისხმობს ვიდეო და ფოტო მტკიცებულებებს, გულისხმობს სპეციალურ ანგარიშებს, გულისხმობს კოალიცია ცვლილების ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ჩატარებულ შესაბამის კვლევას, ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მტკიცებულებები იმისა, რომ ივანიშვილმა დიდი ალბათობით გამოიყენა აკრძალული ქიმიური შენაერთი და აქ ამ ქვეყანაში ადგილი აქვს ადამიანების სისტემურ წამებას, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა და სხვათა შორის ეს გადაწყვეტილებაც არის მიმართვის ერთ-ერთი დანართი, იმიტომ რომ ეს არის უკვე იურიდიული ფაქტი იმისა, რომ საქართველოში ადამიანებს აწამებენ და მე არ იძიებენ ამ დანაშაულებებს. საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ მტკიცებულებათა ეს ერთობლიობა არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ საერთაშორისო ინსპექცია, საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს. კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთადერთი რაც დაადასტურა მამუკამდინარაძის უწყების გამოძიებამ არის ის, რომ სწორედაც რეალურია ეჭვები მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებისა, რადგან მთავარ შეკითხვებს პასუხი არათუ გასცა, არამედ გააჩინა ბევრი ბუნდოვანება, შეუთავსებლობა, რომელზე პასუხისგასცემასაც ქართული ოცნება უკვე აღარ აპირებს, ეს თემა მას დახურულად აქვს გამოცხადებული და ახლა ერთადერთ ალტერნატივად ოცნების პოლიტიკურ ოპონენტებს მიაჩნიათ სწორედ საერთაშორისო დონის გამოძიება და ისინი არ არიან მხოლოდ აი ამ მოსაზრებაში მარტო. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ერთობლივი წერილები გაგზავნეს როგორც გაეროში, ასევე ევროსაბჭოში. გარდა ამისა, მიმართვები ამასთან დაკავშირებით გაკეთებული აქვს სალომე ზურაბიშვილსაც და გარდა ამისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხებზე მომხსენებლებსაც მიმართული აქვთ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისთვის, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს გამოძიებას და რომ უნდა გაირკვეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოიყენა თუ არა ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელმაც ადამიანები სერიოზულად დააზიანა.